ის ალბათ გამოგიცდიათ, მზეს რომ ხართ მიფიცხებული და უცებ ვიღაც შეიძლება ჩადგეს თქვენსა და მზეს შორის და აეფაროს უბრალოდ მზის სინათლეს. ზუსტად ასეთი რაღაც ხდება მზის დაბნელებისას, ოღონდ უფრო დიდ პლანეტარულ მასშტაბზე. როგორც დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, ასევე მთვარე ბრუნავს დედამიწის გარშემო. და ზოგჯერ მზე, მთვარე და დედამიწა ერთ ხაზზე ეწყობიან ზუსტად და მთვარის ჩრდილი ეცემა დედამიწის ნაწილს, რაც იწვევს მზის დაბნელებას. მზის დაბნელებისას მთვარე ბლოკავს მზის შუქს, მზის სინათლეს და ენერგიას და ის ვეღარ აღწევს დედამიწის ზედაპირზე. თუ გაგიმართლა და ზუსტად ცენტრში ხარ მთვარის ჩრდილის, მაშინ დაინახავ მთვარე მთლიანად როგორ დაფარავს მზის ნათელ დისკოს. ძალიან საინტერესო სანახავია ეს, იმიტომ რომ სხვადასხვა დაბნელების ტიპი არსებობს, არის ნაწილობრივი დაბნელებაც და არის სრული დაბნელებაც, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, და სრული დაბნელებისას ხდება საინტერესო რამ. ამ დროს შეგვიძლია ვიხილოთ მზის კორონა, ანუ მისი ატმოსფეროს ყველაზე გარე ფენა. ჩვეულებრივ კორონას ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ მზის სიკაშკაშე ფარავს უბრალოდ, მაგრამ როცა მზის ზედაპირს ეფარება მთვარე, კორონა ძალიან კარგად ჩანს და გვირგვინივით არის ბნელი მთვარის გარშემო. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არ შეიძლება მზის დაბნელებას შეხედო პირდაპირ. გინდ შეუიარაღებელი თვალით, გინდ დურბინით და გინდ ტელესკოპით, თუნდაც რამდენიმე წამით. ამას შეუძლია რომ გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება, მხედველობას დაგიზიანებს. მზის დაბნელებას შეგიძლიათ უყუროთ ესეთი მოწყობილობით სახელად pinhole viewer ან pinhole projector, რაც არის უბრალოდ ნახვრეთი გაკეთებული ფურცელში, რომლის მეშვეობითაც ეკრანზე ჩანს მზის დაბნელება. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ სათვალე, რომელიც ბლოკავს ულტრაიისფერ სხივებს. თუ აღმოჩნდით ისეთ ადგილას, სადაც მზის დაბნელება ხდება, კიდევ ერთ საინტერესო ეფექტს შეამჩნევთ და ეს არის ტემპერატურის დაცემა. საშუალოდ სრული დაბნელებისას ტემპერატურა ეცემა 5.5 გრადუს ცელსიუსით. ეს იმიტომ ხდება ცხადია, რომ მთვარე არ უშვებს მზის სხივებს დედამიწამდე და შესაბამისად დედამიწის ზედაპირს იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში არ ათბობს მზე. მაგრამ რა თქმა უნდა ეს დიდხანს არ გრძელდება, სულ რამდენიმე წუთია მზის დაბნელება და როცა ეგ გადაივლის, ნელ-ნელა ისევ ყველაფერი უბრუნდება ნორმას. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რანაირადაა რომ მზეს, რომელიც უზარმაზარია, მთლიანად ფარავს მთვარე. როცა ვიცით რომ მზეში ჩაეტევა 64.3 მილიონი მთვარე. საქმე ისაა რომ მზე ჩვენგან არის 400 ჯერ უფრო შორს ვიდრე მთვარე და საოცარი დამთხვევაა რომ იმდენჯერ შორს არის, რომ დაახლოებით იგივე ზომის იყოს ჩვენს ცაზე, რა ზომისაც არის მთვარე. ზუსტად ამ დამთხვევის გამოა რომ მთვარე ზუსტად და თითქმის იდეალურად ფარავს მზის დისკოს. მზის დაბნელება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა ახალი მთვარე გვაქვს და ამის მიზეზი ის არის, რომ მთვარე დედამიწასა და მზეს შორის უნდა იყოს. ამიტომ მთვარის ზედაპირი არ უნდა იყოს განათებული პირდაპირ მზით. მაგრამ ეს ხშირად ხდება, ანუ ხშირადაა მთვარე დედამიწასა და მზეს შორის, ანუ ხშირად გვაქვს ახალი მთვარე, ხო, ყოველ თვე. მაგრამ დაბნელება არის იშვიათი და ამის მიზეზი ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში მთვარე ან ოდნავ ქვემოთ, ან ოდნავ ზემოთ ჩაუვლის მზეს და საერთოდ არ აეფარება. მარტო მაშინ, როცა განლაგება ზუსტია, ვიღებთ მზის დაბნელებას. ასევე საინტერესოა ის, რომ მზის დაბნელებები სამუდამოდ არ გაგრძელდება, იმიტომ რომ მთვარე ნელ-ნელა დედამიწას შორდება, ყოველწლიურად დაახლოებით 4 სანტიმეტრით. რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 600 მილიონ წელიწადში მთვარე ცაზე იმდენად პატარა გამოჩნდება, რომ ვეღარ შეძლებს მზის შუქის სრულად დაბლოკვას და სრული დაბნელებები წარსულს ჩაბარდება. დღესდღეობით მზის დაბნელებები დედამიწის რომელიღაც წერტილში დაახლოებით 18 თვეში ერთხელ ხდება, თუმცა ხანდახან ამას ადგილი აქვს ან სადმე ოკეანეში და ან სადმე უდაბნოში. და თუ გაინტერესებთ, როდის იქნება შემდეგი სრული მზის დაბნელება თქვენს მახლობლად, შეგიძლიათ შეამოწმოთ. მეცნიერებს უკვე საუკუნეებით ადრე შეუძლიათ დაბნელებების პროგნოზირება. ამ ვიდეოს ჩაწერისას შევამოწმე და მომდევნო ნაწილობრივი დაბნელება გვიწევს 2027-ში, 2 აგვისტოს და მომდევნო სრული დაბნელება საქართველოს უწევს 2088 წლის 21 აპრილს, რაც ამ ვიდეოს ჩაწერის თარიღიდან საკმაოდ შორსაა.